ცხოვრებაში რასაც არ უნდა აკეთებდე, შენთვის თუ სხვისთვის. ეს პირველ რიგში მაინც შენთვის არის. შემდეგ უკვე სხვისთვის. ერთ კაცს ვიცნობდი. თავის თავს მუხას ეძახდა. მე ბატონ ამირანს და ერთხელ გავუბედე და ვკითხე, რატომ ეძახით თქვენ თავს მუხას? გაგონილი მქონდა, რომ ძველად ჩვენი ხალხი ყველა მაგარი მერქანის ხეს მუხას უწოდებდა. მან მითხრა, რომ ცხოვრებაში ბევრი რამ დაუკარგავს, მაგრამ ამას არ დაუცია ძირს, პირიქით გაუძლიერებია და უფრო მეტი მოუნაგრია. ასეა, თუ დაკვირვები ხარ, ხე შემოდგომაზე ყველა ფოთოლს კარგავს. სამაგიეროდ ეს ფოთლები, რომლებიც ძირს ეცემა, ნეშომპალად იქცევა, რაც მის ფესვებს კვებავს და ტანს აძლიერებს. გაზაფხულზე კი ის უფრო ძლიერი, უფრო მეტ კვირს გამოიღებს და უფრო მეტ ფოთოლს მოისხამს. ეს არის ჩვენი დანიშნულებაც. პრობლემა არის იმაში, რომ ფოთოლთან ერთად ძირს არ უნდა დაეცე და თუ მაინც შენ არაფრის მოცემა არ შეგიძლია, სხვისთვის ის კეთილი ჩრდილი მაინც იყავი, რომელიც დასვენების ამოსუნთქვის საშუალებას მაინც მისცემს.